მოგესალმებით ეთერშია გადაცემა საერთაშორისო მიმოხილვა, გადაცემა იმ მოვლენებზე, რომლებიც აუცილებლად შევა მსოფლიოს ისტორიაში, მაგრამ სანამ ეს არ მომხდარა, მე და ჩემი კოლეგა, შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე შევეცდებით ამ მოვლენების მოკლე ანალიზი გავაკეთოთ. გამარჯობა ნიკა. მოგესალმებით. ნიკა, საკმაოდ საინტერესო ვითარდება ჩვენთან მოვლენები რეგიონში და საქართველოს ირგვლივ და ზოგადად მსოფლიოშიც რა თქმა უნდა და ეხლა ხან სესტუმრა გუშინ ეს ნუ საქართველოს კურტ ვოლკერი ეს იყო არაოფიციალური ვიზიტი, მაგრამ ჟურნალისტების ამბავი რომ ვიცით ეს არა დიდად არ სფარავდა ამას, მაგრამ ნუ ეს არ იყო ოფიციალური ვიზიტი ამერიკელი მაღალჩინოსანის, მაგრამ ასე თუ ისე კურტ ვოლკერი არის სპეც წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში შტატების, მაგრამ როგორც ჩანს არა მარტო უკრაინის საკითხებში, არამედ მათ შორის ზოგადად რა პოსტსაბჭოური სივრცის. თან ვიცით რომ ძალიან დაახლოებული და ენდობა აბსოლუტურად იმას ბოლტონის და პრეზიდენტიც. თქვენ რა გაიგეთ ამ ვიზიტზე? თქვენი შეფასება ვიზიტის რატომ იყო შემოსული თქვენ ესეთ კურტ ვოლკერი? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემი აზრით ვოლკერის ვიზიტს რაც შეეხება, თუმცა თქვათ ისე არ გახმაურებულა, ხო, რაღაც ოფიციალური რაღაც პრესკონფერენცია, ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, მაგრამ ნუ რეალობაა რომ განიხილებოდა რაღაც ესე თქვათ რეგიონული მნიშვნელობის საკითხები, რომელთა მიმართაც ამერიკის შეერთებულ შტატებს რა თქმა უნდა გააჩნია თავისი ინტერესები, თავისი გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული, გეოეკონომიკური ინტერესები, რა შეიძლება იყოს ეს, ხო? შეგვიძლია ამ შემთხვევაში თქვათ ჩვენ ვარაუდის დონეზე ვისაუბროთ. ჩემი აზრით არის რამდენიმე სხვადასხვა საკითხი. პირველი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია უკავშირდებოდეს ანაკლიის სპორტს, ვინაიდან და რადგანაც ვიცით რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ანაკლიის სპორტის განვითარებაში უნდა ჩაიდოს დაახლოებით 2.5 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიცია. აქედან იგივე თქვათ ევროკავშირი გამოყოფს დაახლოებით 300 მილიონ ევროს. ეს არის დაახლოებით 10% იმ საერთო დახმარებისა, რომელიც ევროკავშირი საქართველოს გაუწევს. ამავე წლის განმავლობაში მოგესალმებით რომ იგივე თქვათ ანაკლიის სპორტი ეს არის ხმაწლოვანი სპორტი და თქვათ ამ სპორტში შეიძლება ამ შემთხვევაში მიიღოს სხვადასხვა თქვათ ტონაჟის გემები, ვინაიდან და რადგანაც ფოთის და ბათუმის სპორტებს არ შეუძლიათ. ბათუმის ღრმა, მაგრამ ბათუმი ძირითადად ნავთობზე მუშაობს. ნავთობზე მუშაობს. ფოთის არ არის ღრმა. ფოთის არ არის, კი, და სადღაც 1500 ტონაჟიანი გემების მიღება შეუძლია ფოთის სპორტს, ხო, თუმცა 70% გემების მიღების თქვათ არ შეუძლიათ როგორც ვიცი, მათ შორის სამხედრო და მათ შორის სავაჭრო დანიშნულების გემების აღნიშნულ ნავსადგურებს, რაც შეეხება თქვათ ანაკლიის სპორტს, მას შეიძლება რაღაც 10,000 ტონაჟიან და მეტი თქვათ გემების მიღება და ამ გემების გატარება შესაძლებელია როგორც ბოსფორის ასევე შესაბამისად დარდანელის სრუტეების მეშვეობით. ნუ გარდა ამისა, თქვა უნდა ანაკლიის სპორტს გააჩნია თავისი როგორც ეხა შეიძლება გააჩნდეს მომავალში როგორც თავისი კომერციული დანიშნულება, ანუ სავაჭრო გემები შემოვიდნენ, პლუს რა თქმა უნდა ალბათ სამხედრო სტრატეგიული დანიშნულებაც, მათ შორის თქვა შავი ზღვის რეგიონში სამხედრო გემების შემოსვლას უკავშირდება. ამერიკის შეერთებული შტატები ასევე დაინტერესებულია ფოთის სპორტის რეკონსტრუქციით, ვიცით და ტერმინალი ცალკე შენდება, აღნიშნულიც იწვევს ასე თქვა რუსეთის უკმაყოფილებას და ჩვენ ვიცით რომ თუნდაც უკვე კომერციული თვალსაზრისით თუ ვისაუბრებთ, ხო, რუსეთს ერთადერთი ნავსადგური გააჩნია კომერციული დანიშნულების, ესე ნოვროსის, ხო, ხა მართალია რუსეთი აკონტროლებს თქვა სევასტოპოლის სპორტს, მაგრამ მას უფრო სამხედრო დანიშნულება გააჩნია, ხო? რუსეთის ასე თქვა შავი ზღვის ფლოტილის 80% კონცენტრირებული სწორედ სევასტოპოლის სპორტში. ამიტომაც უფრო კომერციული დანიშნულება ნოვროსის სპორტს გააჩნია, მაგრამ ის დაკეტილია სადღაც 3 თვის განმავლობაში წელიწადში შტორმების გამო, ამიტომაც ანაკლიის სპორტი რა თქმა უნდა ბათუმისა და ფოთის სპორტებთან ერთად წინააღმდეგობას გაუწევს ამ შემთხვევაში ნოვროსის კონკურენციას, კი, საკმაოდ კონკურენციას გაუწევს, ამიტომაც აღნიშნული მოდის წინააღმდეგობაში რუსეთის ეროვნულ ინტერესებთან, ხო? ამიტომაც მაგრამ ამერიკა ცდილობს რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში შექმნას ის უსაფრთხოების გარემო, რომ ვთქვათ იგივე როგორ შეიძლება ამ შემთხვევაში წინააღმდეგე რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებს, ასევე განიხილება თუნდაც
შავი ზღვის თქვა რუმინეთის და ბულგარეთის ნავსადგურებში თქვა საქართველოს ტერიტორიის გავლით სხვადასხვა ტვირთების ტრანსპორტირების საკითხი მათ შორის აქ საუბარი ენერგეტიკულ რესურსებზე მათ შორის თუნდაც აგრის პროექტის რამდენიმე წლის წინ გავრცელდა აღნიშნულთან დაკავშირებით ხო ინფორმაციას აგრის პროექტს რაც შეეხება ითვალისწინებს აზერბაიჯანი და თხევადი გაზის ტრანსპორტირება საქართველოს ტერიტორიის და შავი ზღვის აკვატორიის გავლით უკვე ესე იგი რუმინეთის პორტ კონსტანცამდე ამიტომ რა ქვია მას LPG-ს ქარხნის აშენებას, იმიტომ რომ აგრის პროექტზე არ გამიგია არაფერი წასაგმოს. აგრის პროექტი, კი, ეს არის. LPG-ს თხევადი გაზის. თხევადის კი. ეს არის აზერბაიჯანის საქართველოს რუმინეთის ინტერკოლექტორი, ხო ეგრე ეწოდება, კი. კი, LPG კი, თხევადი გაზი და ჩვენ ვიცით რომ სოფლიოში ბუნებრივი არის რაღაც 3/4-ის ტრანსპორტირება ხორციელდება ბილსადენების მეშვეობით და დაახლოებით 1/3 მეთამზიდებით და თქვა ტანკერებით, ანუ იაპონია მთლიანად არის შტატებიდან ღებულობს თხევად გაზს. კი ბატონო, შესაძლებელია აქ ასევე ითქვას იმის შესახებ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის იგეგმება ერთობლივი სამხედრო პროგრამის განხორციელება, აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი გახლავთ სადღაც 100 მილიონი ამერიკული დოლარი, თვალისწინებს ერთობლივ სამხედრო წვნებს და ნუ რა ვიცი, ალბათ ითვალისწინებს ამერიკული სამხედრო დასწრების კიდევ უფრო გაზრდას თქვა საქართველოს ტერიტორიაზე. იმედი ვიქონიოთ. შესაძლებელია ასევე განვიხილოთ შემდეგი საკითხი, რომ დღეს თქვა უკანასკნელ პერიოდში დაძაბულია ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის, ხო? ჩვენ ვიცით, რომ ერთად იგივე აშშ-მ გააკრიტიკა თურქეთის ოფიციალური ანკარის მცდელობა და განზრახვა, რომ შესყიდული იქნეს თურქეთის S-400 საზენიტო სისტემები, ხო? ანტირაკეტო სისტემები და გარდა ამისა ვიცით რომ თუნდაც რამდენიმე დღის წინ რუსეთმა და თურქეთმა ერთობლივ წვნები ჩაატარეს შავ ზღვაში აღნიშნული სიწვევს ამერიკის უკმაყოფილებას ამიტომაც შესაძლებელია ასე ვთქვათ თურქეთი ამერიკამ როგორც სტრატეგიული პარტნიორი შესაძლებელია დაკარგოს ხო ამიტომაც შავი ზღვის რეგიონში ამიტომაც ის გარკვეულწილად მაინც ცდილობს რომ განამტკიცოს თავის პოზიციები შავი ზღვის რეგიონში რუმინეთის და ბულგარეთის რაც შეეხება ამერიკული სამხედრო დასწრება ოსპოში თუ სერგეი შოიგუს რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადების დავეყნობით თქვა იქ სამხედრო დასწრება გაიზარდა 2000-15,000 ამერიკის სამხედრო მოსამსახურემდე არ არის გამორჩეული საქართველოს ასე თქვა შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე შეასრულოს აღმოსავლეთ სანაპიროზე ბოდეს შეასრულოს თქვა აი იგივე თურქეთის ალტერნატივის გარკვეულწილად შეიძლება ითქვას ახლა ვერ შეცვლის ახლა იმიტომ რომ ვერ შევხვდით გეოგრაფიულად ვერ შევხვდით ვერანაირად კი მაგრამ გარკვეულწილად შეიძლება ითქვას ხო ერთი მომენტი არის ეს 400-თან რეპლიკა არის ეს პირდაპირ არ არის დაკავშირებული ჩვენ საუბართან მაგრამ ეს 400-თან დაკავშირებით ერდოღანის პასუხი მე პირადად ვაფიქრე იმიტომ რომ წლების განმავლობაში კარგად ცნობილია რომ წლების განმავლობაში თურქეთი სთხოვდა ამერიკის შეერთებულ შტატებს კომპლექსი პატრიოტი. ეგ პრინციპში ეს 400-ის ანალოგი არის. და შტატი უარს ამბობდნენ ამის მიწოდებაზე და საბოლოო ჯამში ადგნენ და ეხლა ყიდულობენ რუსებისგან თან ამბობენ რომ ეს 400-ის არა მარტო შეძენა, არამედ წარმოებაში გაშვებაზეც მიდის საუბარი. თუ თურქეთი აწარმოებს ეს 400-ს, თურქეთისთვის საკმაოდ დიდი მიღწევა იქნება მათი სამხედრო კომპლექსისთვის, მაგრამ მოდით დაუბრუნდეთ რეგიონს და კი გასაგებია რომ ანაკლეტიბისი ბანკზეც იყო საუბარი პრესაში დაეწერა ეს გასაგებია, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ანაკლტის პროექტი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მე ეჭვმეპარება რომ მნიშვნელოვანი არის შტატებისთვის ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა. გაცილებით უფრო საინტერესო სიტუაცია გაზის ბაზარზე შეიქმნა გასადენების ასე ვთქვათ მიმართულებებზე. იმიტომ რომ რუსეთს ხომ აქვს ახლა პირდაპირ ამოცანა რომ უკრაინის ავლით გაუშვას გაზი ევროპაში. სხვანაირად რუსებს გასაქრანი არ აქვენ. გაზი თუ არ გაყიდეს, ესე იგი ბიუჯეტი არ შეივსება. მიუხედავად უზარმაზარი ქვეყანა, მაგრამ გაზზე არის მთლიანად დამოკიდებული. უკრაინის გავლით არ უნდათ გასაგები ვიზაზების გამო. Nord Stream 2-ის იმედი ჰქონდათ გაანახევრეს ევრორეგულაციები და თურქული ნაკადი მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს და თურქეთს შორის არის კარგი ურთიერთობები დღეს პარტნიორული ურთიერთობები მესამე მილიარდ ჩადებია ერდოღანი იმიტომ რომ შუაგულად იცის რომ ტანაპი უნდა შეივსოს ჩვენ კი გვაქვს ჩვენ აზერბაიჯანს
თურქეთს გვაქვს ტანაპი, რომელიც არის 18 მილიონიდან 18 მილიარდიდან 10 მილიარდზე ევსება მეტი არა. ასეთ სიტუაციაში რამდენად დაინტერესებული არის რუსეთი რომ და ამავდროულად ქობულია აკეთებს განცხადებას, რომ ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს გაზპრომთან. თქვენი აზრით, ამ ასეთ სიტუაციაში რუსეთი რამდენად არის დაინტერესებული ჩაერთოს ტანაპში და ტანაპის მეშვეობითაც თავისი გაზი გაუშვას ევროპის მიმართულებით. გარკვეულწილად კი რუსეთი ცდილობს, რა თქმა უნდა, რომ იყოს ჩართული ტანაპის პროექტში, ვინაიდან დღეს ტანაპის პროექტი წარმოადგენს ასე ვთქვათ რუსეთისთვის მიუღებელ პროექტს, თუ რუსეთი თვითონ არ იქნება ხო ჩართული, ვინაიდან რადგან რუსეთის გვერდის სწავლით ახლა ახსენეთ ხო თქვენ მოცულობა, მაგრამ შესაძლებელია ბაშოეს ამ პროექტის მიხედვით, სხვადასხვა გათვალისწინებული 16 მილიარდი კუბური მეტრი 16 თავი და პირველ ეტაპზე 32 მილიარდი. მოკლედ ეს არის თუ რა თქმა უნდა გამტანუნარიან მაგალითად თუ აზერბაიჯანში ბუნებრივი აირის მოპოვება გაიზარდა, იმიტომ რომ ეგრეთ ვთქვათ არც ბაქო თბილისი ჭეიხარის ნავთობს სადანი არ არის ბოლომდე შევსებული, იმიტომ რომ გამტანუნარიანობა აღნიშნული მილსადენის გახოთ დაახლოებით 50 მილიონი ტონა, მაგრამ ნუ თქვათ შარშან თუ არ ვთქვი 30 მილიონი ტონა იქნა გატარებული, არა უმეტეს 30 მილიონი ტონისა. ეს ძალიან საინტერესო საკითხია, შეიძლება ამ შემთხვევაში ითქვას აღნიშნულთან დაკავშირებით. კიდევ ესე იგი რა შეიძლება ითქვას, რომ რა შეეხება თქვათ ამერიკის ინტერესებს, ნუ ამერიკა დაინტერესებულია კი ბატონო, მაგალითად საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებით, შესაძლებელია TBC ბანკთან დაკავშირებითაც იყოს საუბარი. კი ბატონო, ვინაიდან დარგანაც TBC არის ერთ-ერთი მსხვილი სამეწარმეო სუბიექტი საქართველოში და გარდა ამისა, ასევე თქვათ შესაძლებელი განაკლიის სპორტ შექმნას პრობლემა, იმიტომ რომ TBC ბანკის ხელმძღვანელი ხაზარაძემ რომ ვერ მოვაწართ ჩვენ ხელს ასეთ სიტუაციაში იმ ხელში პირველ ტრანსფერს მილიონზე ხო? კი, გასთან დაკავშირებითაც რა თქმა უნდა, ძალზედ საინტერესოა რომ რუსეთი აპირებს კი ბატონო რომ ჩაერთოს და იყოს ერთ-ერთი მეწილე ხო ტანაპის პროექტში, ტრანსანატოლიური გაზდანის პროექტში. გარდა ამისა, მიმდინარეობს ასე ვთქვათ მოლაპარაკებები, შეიძლება გაზპრომიდანაც გაზის იმპორტი გაიზარდოს ხო თქვათ საქართველოს საქართველოსთვის ეს საქართველოს როგორც ბაზარი მე ეჭვმეპარება რომ საქართველოს როგორც ბაზარი აინტერესებს რუსეთს, იმიტომ რომ პატარა ბაზარია, პოლიტიკური მერკეტი კი არის, მაგრამ რა პოლიტიკური მერკეტია? პოლიტიკური ყავს გვერდით აზერბაიჯანი და 2006 წელს 2007-ში კარგად გვაჩვენა მოვლენები, რომ აგერ აზერბაიჯანი როცა ყავს გვერდით გაზის შანტაჟი რუსეთის მხრიდან არ გამოვა. მაგრამ მოდით ისევ გაზის თემას ვუბრუნდეთ. მანამდე გამოვიდა მაპატიეთ 2006 სანამ ექსპლუატაცია შევდოთ ბაქო-თბილისი ერზრუმის გასადენი, გვახსოვს რომ გასადენი 2006 წლის 22 იანვარს რომ მოხდა. იანვარი მახსოვს 6 წლის იყო თუ 7 წლის? 2006 წლის 22 იანვარი იყო. ხო, როცა აფეთქება იყო. რატომღაც მახსოვს 2007 წელი გასაგებია, მაგრამ მოდით გაზის თემას რო დავაბრუნდეთ, პაშინანის ვიზიტი თეღერანში და განცხადება რუხანის და მე პაშინანისაც რომ ასე თუ ისე ტრანზიტისთვის ემზადება სომხეთიო გაზის, ირანის გაზის ტრანზიტისთვის საქართველოში, ეგერთი განცხადება და მე ვლადიმერ კაზარიანი არის პრეზიდენტი. პაშინანის რომელმაც განაცხადა რომ აპრილში იგეგმება 4 მხრივი საინტერესო არის შეხვედრა თეღერანში ამ საკითხზე საქართველო, ირანი, სომხეთი და რუსეთი. რუსეთი გასაგებია. ესე იგი რუსეთის არის ინფრასტრუქტურა, გაზის ინფრასტრუქტურა მთლიანად არის რუსეთის სომხეთში. ესე იგი ის მილი სპეციალურად ვარკვევდი არის 2.3 მილიარდი. 2.3 მილიარდი კუბი არის ზუსტად ის რაოდენობა, რომელიც სჭირდება სომხეთს. ესე იგი რას ნიშნავს ეს? ირანი ვერ მიაწვის სომხეთს მეტ რაოდენობას გაზს, მაგრამ სვოპის წესით, ანუ რუსული გაზი ირანის გაზი შეიძლება შევიდეს იმაში სომხეთში და რუსული გაზი ჩაანაცვლოს ირანის გაზი და წავიდეს ევროპაში. იქ ერთმანეთში. ამ სიტუაციაში ეს უკვე გვერდითავლა არის სანქციების. რუსეთისთვის გასაგებია რომ ეს მომგებიანი კეისი იქნება პოლიტიკურად, რომ ამერიკელებს აჩვენებენ რომ იცით ჩვენ არ გვაინტერესებს თქვენი სანქციები, ჩვენ აგერ შეგვიძლია აუაროთ გვერდი. ირანისთვის მომგებიანი კეისი იქნება. საქართველოსთვის
მე მგონი დიდი ხიფათია. კი ბატონო, თან განიხილება ეს საკითხი, რომ შესაძლებელია სომხეთის ტერიტორიის გავლით ირანმა საქართველოსაც მიაწოდოს გაზი თითქოს, ხო? ხო, მაგრამ იქ არ ყოფნის, თვითონ მილი არ ყოფნის. თვითონ კი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვა ეს საკითხი მაინც წამოიჭრა, ხო, იყო საუბარი. შესაძლებელია, იმიტომ რომ რუსეთი და ირანი დღეს მოკავშირეები არიან, რომ თითქოს ამ შემთხვევაში ესე იგი შეფცირდეს რუსეთის, ესე იგი საქართველოს და აზერბაიჯანის შორის თანამშრომლობა თითქოს. თუმცა ამის საპასუხოდ ჩვენ ვიცით, რომ აზერბაიჯანი გეგმავს დაახლოებით 11%-ით გაზარდოს გაზის ექსპორტი. თანაპირო შევა ექსპლუატაციაში, ბოდიში თანაპირო შევა ექსპლუატაციაში ჩვენ იმდენი გაზი გვექნება თან ტრანზიტით, რომ ჩვენი ბაზარი იქნება შევსებული მთლიანად აზერბაიჯანის გაზით და პლუს ტრანზიტის გაზი ის და მაგრამ პლუს ამას კიდევ ერთი მომენტი, რომელზეც მინდა გავავახელო თქვენი ყურადღება, ნახეთ მერკელის ვიზიტი საქართველოში და გასაცავი. გასაცავი რისთვის ჭირდება საქართველოს? მე ამ ზოგიერთი ამბობს რისკების რაც და რისკებს და გვექნება მარაგი გაზის, თუმცა ჩვენთან არ არის დიდი საწარმოები, რომელიც სარგებლობს ამ გაზით და არ ამგონია რომ ამის ხომ არ არის ამ გასაცავის გამოყენება რაღაცნაირად რომ შეაზავოთ რუსული გაზი და აზერბაიჯანული გაზი ტანაპისთვის, თან ტანაპში ადგილი არის, ხო? უფრო თქვა ალბათ გერმანიის მიზანი შეიძლება არ იყო თქვა ამ შემთხვევაში რუსული გაზი კი ეს უბრალოდ ეხა გავცელდა ხო თქვა და რუსეთის ინიციატივა შეიძლება შეუერთდეს ამ ტანაპის პროექტს ხო თუმცა გამორიცხული არაფერი არაა მაგრამ რუსეთის ბუნებრივი ინტერესი არის რუსეთის რომ რაღაცნაირად უკრაინის გავლით Nord Stream 2 რო ყოფილიყო საერთოდ არ ეხნებოდა რუსებს პრობლემა 55 მილიარდი კუბომეტრი არის მაგრამ განახევრებული არის ეს და უკრაინაზე მივმა რუსეთს მაგრა არ უნდა არა ნამდვილად არ უნდა ესე იგი თუმცა მიხვდით იმის რომ გერმანია რა თქმა უნდა ვიცით რომ არ ეწინააღმდეგება რუსეთის მიხვდით რომ სანქციები შემოღებულია და პირიქით მომხრეა რომ ჩრდილოეთ ნაკადის პროექტი განხორციელდეს და აღნიშნულთან დაკავშირებით თქვა აშშ-თან უთანხმოებაც არსებობს გარდა ამისა ვიცით რომ მერკელმა უარი განუცხადა აშშ ხელისუფლებას რომ გაეგზავნა საკუთარი სამხედრო გემები თქვა ჩავიზღოს აკვატორიაში, აი ქერჩის კრიზისთან დაკავშირებით, მიუნხენის კონფერენციას განიხილებოდა ხო ეს საკითხი, მაგრამ მეორეს მხრივ ახლა გერმანიის მიზანი, ოდესაც მერკელის ვიზიტი შედგა საქართველოში და საუბარი იყო გასაცავზე, ხო? ნუ ალბათ იმ პერიოდში არ იყო საუბარი რუსულ გაზზე, იმიტომ რომ ჯერ კიდევ მაშინ რუსეთს არ ჰქონდა დაფიქსირებული თავის პოზიცია სიტყვაზე, რომ ტანაპის პროექტს ის შეუერთდებოდა. შეიძლება, მაგრამ ასე ეგეთი ის და ამ ფონზე საკმაოდ საინტერესოდ რადგან შეიძლება ვწდები ეს თეორია არის მომხდა ყურში კარასინის განცხადება რომ საქართველოს უნდა გააკეთოს არჩევანი რეგიონალური კეთილდღეობა ახსნა კარასი კი რეგიონული კეთილდღეობა ევროატლანტიკური ვექტორიო და ინტეგრაციაო და ეს ყველაფერი ერთმანეთს პაზლისავით რომ ემთხვევა ერთმანეთს ცოტა რა ვიცი ეშბადებს რომ რუსეთს აქვს ეს მიზანი რომ რაღაცნა ამ კუთხით გამოიყვანოს რაღაცნაირად საქართველოს და აგერ ვოლკერის ვიზიტი მოულოდნელი ვიზიტი ხო პრინციპში მოულოდნელი თან ახლა ძალიან საინტერესოა როდესაც ოფიციალურად განცხადება არ კეთდება რა თქმა უნდა შესაძლებელია აქ ვილაპარაკოთ იმაზე რომ პრიორიტეტი რა თქმა უნდა ვოლკერის ვიზიტის გახდათ რა თქმა უნდა საუბარი დახურულ კარს მიღმა მათ შორის თქვა შესაძლებელია განვიხოთ ისეთები როგორიც არის იგივე საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები მათ შორის ალბათ ტიბისის პრობლემა მათ შორის იგივე თქვათ სტრატეგიული ბიოსადენები, გასადენებით ნავთობსადენები, სადაც საქართველოს როგორც სატრანზიტო ქვეყანა იღებს მონაწილეობას, მათ შორის თუნდაც ის რუსეთის მუქარა, რა შეიძლება იყოს თქვათ ამ შემთხვევაში რუსეთის მუქარა და რა საფრთხეები შეიძლება მომნარეობდეს რუსეთის მხრიდან და როგორც შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერთოს რომ რუსეთიდან მომდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, საინფორმაციო ხასიათის
ზოგიერთი საფრთხეები განეიტრალებულ იქნეს და ასევე გარკვეული ეკონომიკური საკითხებიც ალბათ იგივე თქვათ ფოთის სპორტის რეკონსტრუქციაზე ქაშიში აპირებს გამოყოს გარკვეული თანხები ვიცით იგივე თქვათ ერთობლივი პროგრამა კი იგივე ერთობლივი სამხედრო პროგრამა რომლის ბიუჯეტი $100 მილიონ აღება და ამერიკულ ქართული თქვათ ყველა ეს საკითხი ალბათ იდგა დღის წესრიგში დახურულ კარს მიღმა და ფაქტია რომ ესე იგი შეფრთხებით რა თქმა უნდა ახდება ასეთი ვიზიტების განხორციელება. რადგანაც ჩვენ ვიხილავთ რეალპოლიტიკაში სამწუხაროდ ძალიან ცოტა დრო რჩება, მაგრამ ეს კითხვა მინდა დაგესვათ. თქვენ რო საუბრობთ, ესაუბრა დემოკრატიის განვითარებაზე. გულისხმობთ რომ 2020 წლის ხელისუფლების ტრანზაქციაზე ესაუბრა თუ ზოგადად? იცით რა არის ხა ყოველთვის რა თქმა უნდა ამერიკა დაინტერესებულია რომ საქართველოში იყოს სტაბილური ფუნქციონირების სტაბილური ინსტიტუტები ხო კი ბატონო შესაძლებელი ამერიკას უფრო მეტი თქვა რაღაც პრაგმატიული ინტერესები ამოძრავებს შეიძლება საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე ხო თუ მდგომარეობიდან გამომდინარე არა იმიტომ რომ თქვა ამერიკა უფრო მიხვედრებს თვითონ დემოკრატიული ქვეყანა მაგრამ ყოველთვის ის დაინტერესებულია რომ უფრო მეტი დემოკრატიული ქვეყანა იყოს სოფლიოში იმიტომ რაც უფრო დემოკრატიული ქვეყანა, მეტ უფრო იზრდება იმის შანსი, რომ თქვათ ეს ქვეყანა იყოს პროამერიკული. Sorry. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვიცით რომ აშშ თანამშრომლობს თქვა სხვადასხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან საუდის არაბეთი ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ნათელი დადასტურება მაგრამ მიუხედავად ამისა ბუნებრივია მე ესე მგონია რომ ამერიკა რა თქმა უნდა არ არის გულგრილი რომ საქართველოში იყოს მძლავრი ინსტიტუტები და რატომ საქართველოს იმიტომ რომ ამერიკა დაინტერესებული თუნდაც იგივე საკუთარი ინტერესებიდან გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე რომ ქართული სახელმწიფო გაძლიერდეს რაც ამერიკის ინტერესებში შედის აქედან გამომდინარე აშშ თქვა დაინტერესებულია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებით როგორც ასეთ მე ესე მგონია აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და გეთანხმებით რომ ასეც არის ყველაფერს თავი რომ დავანებოთ იმდენი ფული არის ჩადებული იმ დემოკრატიაში რომ წყუთა ხმარ ჩადებდნენ ძალიან დიდი მადლობა საუბრისთვის დიდი მადლობა რომ იყავით დღეს ჩვენთან კარგად ზანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე